საქართველოს რკინიგზისთვის წლების მანძილზე თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი და სოციალური საკითხებიდან უმნიშვნელოვანესი პროექტია. ბოლო პერიოდში ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიასა და რკინიგზას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო სადაზღვევო სერვისი დროებით არ მოქმედებს, თუმცა იმისათვის, რომ თანამშრომლებმა შეძლონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს სამედიცინო მომსახურების მიღება, რკინიგზა ჩაერთო სახელმწიფო დაზღვევის პროექტში, რომელიც ითვალისწინებს ურგენტული გადაუდებელი შემთხვევების 100%-იან დაფინანსებას, ოჯახის ექიმის მომსახურებას და ცალკეულ ლაბორატორიული მომსახურებების მიღებას. მომსახურების მიღება თითოეულ თანამშრომელს შეუძლია იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაივლის რეგისტრაციას. გარდა საყოველთაო დაზღვევის პროექტში ჩართვისა, რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი წესის შექმნა, ფულადი დახმარება გაუწიოს იმ პირებს, რომლებსაც შეექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამისთვის შეიქმნა დროებითი ინსტრუქცია, რომელთაც განისაზღვრა ფულადი დახმარების წესი და დასაფინანსებელი სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი. ინსტრუქციის ფარგლებში დაფინანსდება გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, კერძოდ სპეციალისტების კონსულტაციები და კლინიკური კვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, სტაციონალური ოპერაციები, მათ შორის კარდიოქირურგია და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანაზღაურდება მედიკამენტების ხარჯები. დაფინანსება იქნება თანადაფინანსების ფორმით, აღნიშნული სერვისების მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში თანამშრომლებს შეეძლებათ უცხო ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებშიც. მიღებული გადაწყვეტილებებით ჯამში აქამდე არსებული სამედიცინო მომსახურებების პირობები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მუშაობს სადაზღვევო მომსახურების გაუმჯობესებაზე და უმოკლეს ვადაში ჩვენს თანამშრომლებს ჩვენ შევთავაზებთ გაუმჯობესებულ განახლებულ სადაზღვევო პირობებს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საგანგებო რეჟიმში 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს რკინიგზის სამედიცინო სამსახური და ნებისმიერ თანამშრომელს კონკრეტული კითხვით შეუძლია დარეკოს სამედიცინო სამსახურის ცხელ ხაზზე და მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.